ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი. კიდევ ერთხელ მოგესალმებით და რადგან ახლა შოუ ბიზნესის დრო დადგა, დავზევთ დღეს მომხდარ საინტერესო სიახლეებს ინფორმატორში ლაილაისთან ერთად. ქორეოგრაფი გია მარღანია ასრულებს მუშაობას მორის რაველის ბოლეროს მიხედვით დადგმულ სპექტაკლზე, რომლის პრემიერაც 5 დეკემბერს ვაკის თეატრალურ სარდაფში შედგება. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორის თავად ბატონი გია გახლავთ. ძალიან დიდხანს მე ამაზე მუშაობდი ჩემთვის 20 წელი. 20 წლის განმავლობაში მქონდა რამოდენიმე ვარიანტი, რამოდენიმე ვერსია და ბოლოს დავრჩი, დავკმაყოფილდი ასე ვთქვათ, აი ამ ვარიანტზე, მაგრამ არ მგონია რომ ეს საბოლოო ვარიანტია, იმიტომ რომ იცით რა ორჯერ გაკეთება ბოლერო ბიჭისთვის და გოგოსთვის, აი ეს ყველაფერი გავიარე მე თვითონ, ხო? მე თვითონ დავთქვი ყოველივე მოძრაობა არის ჩემს მიერ, ასე ვთქვათ, შობილი. იმდენად ღრმა და იმდენად რთულია იმ თვალსაზრისით, რომ ისეთი კოდი დევს და ისეთი შიფრი, რომ არ მგონია, რომ ვინმე ყოველ შემთხვევაში კიდე რამოდენიმე საუკუნე ეს მუსიკა ამოიცნოს. ვახტანგ ჭაბუკიანს ჰქონდა დადგმული თავის დროზე და გულბად დავითაშვილს, მაგრამ აი ეს 30 წლის განმავლობაში ბოლერო არ დადგმულა. ეს სხვა მომენტია, როგორ მიიღებს ჩემს დადგმას, ჩემ ქორეოგრაფიას მაყურებელი, მაგრამ მუსიკა ამას და ეს კოდი თვითონ ის შიფრი თვითონ თავისას ალბათ იზავს და იტყვის, მე მგონი. გონთლიანი რაღაც უფრო ესეთია, ვიდრე ხო, ფერიმაზე შუქს. ხო, კარგად დავს. ძალიან. მე მგონი ბოლეროს კიდე დაუბრუნდები, იმიტომ რომ არ მგონია რომ ამაზე არ მინდა ყოველ შემთხვევაში რომ ამაზე ჩემი და რაველის ტანდემი შეწყდეს. დეკემბერს თავისუფალ თეატრში შედგა პრემიერა სპექტაკლისა თეთრი ოთახი. ეს არის ფსიქოლოგიური დრამა ჟან კოქტოს პიესის გულცივი მამაკაცის მიხედვით. ერთ-ერთ როლს თავად სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი ბექა ქავთარაძე ასრულებს. თუ როგორი გამოვიდა წარმოდგენა, ამას ნაწილობრივ მაინც მიხვდებით ჩვენი სიუჟეტიდან.
არ მოესწრო. მეტი ლოდინი. შენი ძი რას ნიშნავს? ლოდინი. აკლონი რაღაცაო და ადამიანები რაღაცა დაუხდა. ვიცი მე რა ქემით? ხო, მართლა. ერთი საღამო უნდა მიუძღვნათ, ხო? არ დავეკარგო? კარგად. არ არის ცუდი, ხო მე მომეწონა მაგალითად. რატო იყავით ეგ დაზომბირებული? არა, ნუ რაღაცა კი, დავლეწეთ ყველაფერი. თან ზემოდან არის საკაი. ნიკო. ერთი რომ ვიცი რომ ეგეთი ტიპის კალგს დაავს არ ვიძახი, მაგრამ ეგეთი ტიპის სპექტაკლს ცოტა გადაჩვეულები არიან მე მგონი. საერთოდ, ნუ დღესდღეობით, იმიტომ ელოდებიან სულ რომ აი კასოვი რაღაცა იქნება და უცბად აი რეაქციაც კი უღმა იყო თითქოს, მაგრამ ნუ ისიც რომ რეაქცია იყო უკვე კარგია. არის რაღაცა კითხვები, რომელიც მთელი რაღაცა პერიოდის განმავლობაში გიგროვდება ადამიანს და მაგის დრო არასოდეს არ აქვს დაждდაები, რა ერთი რა მაწუხებს. აი ყველა ის პრობლემა, რაც მე თურმე მაწუხებდა ამ ხნის განმავლობაში, ყველაფერი არის თავშეყრილი. უпростоრად, ნუ შეიძლება პიესაში იმდენად არა, მაგრამ ჩვენ ვეცადეთ, რომ აი აქ მოგვეყარა ამ პრობლემებისთვის, ამ კითხვებისთვის თავი და რაღაცნაირად აი აქ ერთად გვეპოვა ამ კითხვებზე პასუხი. აქ ორი შემთხვევაა, იცით, აი თვითონ ამ სპექტაკლთან დაკავშირებით, რომ ან გამოდის მთლიანად მთელი ემოცია მოდის, ან არ მოდის საერთოდ, იმიტომ რომ აი სიუჟეტი ამას ფაქტიურად არა აქვს, ეს არის ემოციის თამაში, ეს არის ემოციის დრამატურგია, ეს შემიძლია კონკრეტულად თქვა. კაცმა არ იცის სად ჯობია ყოფნა ამ თეთრ სამყაროში და სიგიჟეში თუ აი იქ რაც კარს მიღმა ხდება იმ გაურკვევლობაში, იმ სიბნელესაც არ ვიტყვი, გაურკვევლობაში. აი ეს პრობლემა იდგა ყველაზე მწვავედ საერთოდ დგას ეს პრობლემა და ჩვენ შევეცადეთ რომ ეს პრობლემა დაგვეყენებინა მიტევეკას. ძალიან ბევრი ქალი არის დღეს გამოკეტილი ამ თეთრ ოთახში და საერთოდ მთელი საზოგადოება არის გაუცხოებული და ეშინიან ამ თეთრი ოთახიდან გასვლის, მიუხედავად იმისა, რომ იქ რაღაც კარგი ელოდება. აი ურჩევნია რომ ეს შეჩვეული დაუმთავრებელი ტანჯვა აიტანოს, ვიდრე რაღაც ახალ შეხვდეს. კლუბ ნუანუაში გრძელდება საინტერესო პროექტები. გარდა იმისა, რომ კლუბს ახალი ბენდი ყავს, მიმდინარეობს მზადება ნუანუას დაბადების დღესთან და ახალი წლის პროგრამასთან დაკავშირებით. ახალი ბენდი დადგება მაყურებლის წინაშე, ახალი პროგრამით, რომლის ხელმძღვანელიც არის გოგა გარსევანიშვილი, საქსოფონისტი და ფიუჟენის სტილში იქნება ახალი რეპერტუარი ხუთშაბათს, ალბათ ტრადიციულად ყოველი ხუთშაბათის დღეს დაუთმობთ ამ ბენდს კლუბში. შაბათს იქნება ჯგუფი ლაიტმოტივის კონცერტი, რომლის პროდიუსერიც არის დავით ნადარეიშვილი. გვაქვს კიდევ ორი უმნიშვნელოვანესი პროექტი. ეს არის ნოანოას დაბადების დღე 27 დეკემბერს, რომელსაც ჩვენ სერიოზულად ვემზადებით. ეს იქნება დახურული საღამო მოწვეული სტუმრებისთვის და საახალწლო საღამო, რომელსაც ჩვენ უძღვნით კინოს და მუსიკას კინოში, ანუ საუნდტრეკს. ავირჩეთ ესეთი მსუბუქი თემა, რომ არ დავამძიმოთ საახალწლოს მაყურებლებს ჩვენი სტუმრები, ანუ ჯაზი არ იქნება აქცენტირებული, იქნება უბრალოდ ესეთი გასართობი პროგრამა. თავისი ყველა ატრიბუტით, რასაც ჩვენ თავაზობ ხოლმე, ანუ ეს იქნება დეკორაციები, ეს იქნება მიმტანების ჩაცმულობის სტილი, ეს იქნება პროგრამა, რა თქმა უნდა, სიურპრიზები ბევრი. ასევე გვაქვს საინტერესო პროექტი, ეს არის ტანგოს პროექტი.
მისი სახელი იქნება ლიბერტანგო, საღამოს სახელი. ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი.